მოგესალმებით, უკვე ზამთრის კალენდარულად პირველი ეპიზოდიდან. გილოცავთ 2025 წლის დადგომას. ეს მოტოჰოლიკია, მე ნიკა ჭითანავა ვარ და ჩვენ წინა თვეში გვქონდა ცოტა პაუზა, გუნდის წევრის ზუსტად ყოფნის გამო, რის გამოც ჩვენს მაყურებელს ვუხდით ბოდიშს, ვინც გველოდებოდა, რომ დავდებდით ვიდეოს და რაღაც პერიოდი გაგვეწელა. ამიერიდან უკვე ვარ აქტიურად მუშაობის პროცესში და ვიდეოების დაიდება სისტემატიურად. ყველაზე მოკლე დღე, ყველაზე დაბალი ჰაერის ტემპერატურა და ყველაზე ცივი გზის საფარი. ეს უნალექო ამიდების შემთხვევაში კი საკმარისი მიზეზებია, რის გამოც რაიდერებს არ უყვართ ზამთარი. ესე იგი, წარმოიდგინეთ მაგისტრალზე საქმე ან უბრალოდ კატაობა ესეთ სეზონზე, როგორი თბილი გზნობაა. წინა ეპიზოდიც გვქონდა ვილის თემაზე, რაც არც თუ ისეთი სასიამოვნოა ზამთრის პირობებში და სიცივეში. ლინკად გამოჩნდება ეპიზოდი, რავი, სადმე რა და აუცილებლად უნდა ნახოთ ყველა, ვისაც გაინტერესებთ, ძალიან მაგარი ეპიზოდი გამოვიდა მართლა და უყურეთ უეჭველად რა. თუმცა, სიცივის მიუხედავად აუცილებელი არის სამსახურში ან საქმიანობისთვის უბრალოდ დაგჭირდეს გადაადგილება და გვერდს ვერ აუვლით ჩვენს მეგობარ ტრანსპორტს. სწორედ ამიტომ დღევანდელი ეპიზოდის პირველი ნახევრის სტუმრები იქნებიან კომიუთერები Honda CB300R და CF Moto NK300 ან 300 NK. მეორე ნაწილში კი ვისარგებლებ CF Moto-s თემით და მოგახსენებთ ერთ დროს მათთვის მაღალი ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიის გაკოტრების შესახებ. ეს კომპანია ყველა მიცით დარწმუნებული ვარ და ძალიან საინტერესო იქნება. და მოკლედ, მაგრამ ხაზგასმით შევეხებით ინდუსტრიაში შემოპარულ ჩინურ და არამხოლოდ ჩინურ ბრენდებს. ვიდრე განხილვაზე გადავიდოდეთ, შევეხოთ და ვახსენოთ ჩვენი სპონსორები, ვის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა ამ კონტენტის წამოწყება და რის გამოც ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ მათ. პირველი რიგში მადლობას მოვახსენებ AmSoils კომპანია, რომელიც გვერდში დაგვიდგა კონტენტის შექმნამდე. იდეის დონეზე არსებობდა უბრალოდ ეს კონტენტი და დაგვეხმარა ამის განხორციელებაში და წამოწყებაში. ამისთვის უღმესი მადლობა მას. AmSoil არის ნომერ პირველი ზეთი სინთეტიკებში, ინდუსტრიის ჩემპიონი პერფორმენსში, შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ მათ. ის უზრუნველყოფს თქვენი ძრავების კარგად მუშაობას და თქვენს სიმშვიდეს. ეს მართლა სანდოზეთია, რადგან მე მათთან თანამშრომლობამდე დიდი ხნით ადრე ვიყენებდი AmSoils და ვიყავი ყოველთვის კმაყოფილი. აქვე მადლობას გადავუხდი ჩვენს მეორე სპონსორს, რომელიც ასევე ჩვენი ვიდეოების და კონტენტის შექმნაში დაგვეხმარა, შეგვიწყო ხელი, რომ წამოგვეწყო კიდევაც და გაგვეგრძელებინა. ეს არის Moto Evacuator G. შეგიძლიათ ნახოთ, მოძებნოთ, დაუკავშირდეთ იმ შემთხვევაში, თუ დაგჭირდებათ მოტოციკლეტის გადაადგილება, ან ნებისმიერი ნივთის გადატანა, გადმოტანა, შეუძლიათ ბიჭებს თქვენი დახმარება. მოტოჰოლიკის სახელით თუ დარეკავთ, აუცილებლად მიიღებთ ფასდაკლებას და რაც მთავარია, თქვენი ტექნიკა იქნება უსაფრთხოდ, გადაადგილდება უსაფრთხოდ ყველანაირი დაზიანების გარეშე. უდიდესი რეკომენდაცია ამ ბიჭებს ჩემგან. მოძებნეთ, დაუკავშირდით, ისარგებლეთ ჩვენი პრომო კოდით, მიიღეთ კარგი ფასდაკლება. და რატომ ეს ორი ბაიკი ამ ბრენდი? CF Moto NK Naked, რაც ნიშნავს შიშველს, რაც გულისხმობს streets. სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ჩვენი CF Moto და ქუჩებშიც უფრო ხშირად გვხვდება. Honda კი ნომერ პირველია ამ ეტაპზე მსოფლიოში, როგორც გაყიდვების რაოდენობით, ასევე შემოსავლებით. ამასთან მათი სიმძლავრე განეკუთვნება AOR კატეგორიას, რაც იდეალურია კომიუთინგისთვის. ასევე ამ კატეგორიაში ხშირად ხვდებით ჩვენს მეგობარ კურიერებსაც, რასაც ხაზი აუცილებლად უნდა გაეცვას, რომ ეს მოტოციკლეტები ასეთ დავალებასაც და სამსახურსაც კარგად უწევენ ჩვენს მეგობრებს. გავიაროთ მთავარი ტექნიკური მახასიათებლები, დავიწყოთ აწყობის ლოკაციითა და ხარისხით. CF Moto, ჩინეთი, მათი საკუთარი ქარხანა, რომლებიც თანამშრომლობენ KTM-თან და იყენებენ ძრავის ინჟინერიის და პატენტების ამბებში. ეს თანამშრომლობა უკვე 10 წელიწადზე მეტია გრძელდება, თუ არ ვცდები 2013-დან აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული მათ. რაც შეეხება Honda-ს, ბევრს იაპონური გგონიათ, მაგრამ ის იწყობა ტაილანდში და დაბალკუბატურიანი Honda-ები არ აკეთებენ წარმოებას იაპონიაში. თუმცა ტაილანდის წარმოებას აქვს კარგი რეპუტაცია გამძლეობის და ხარისხის საკითხებში. შევეხოთ ახლა ძრავის პარამეტრებს. CF Moto შემთხვევაში გვაქვს 292 კუბი, სადაც არის 29 ცხენის ზალა და 25 ნიუტონ-მეტრი. Honda-s შემთხვევაში გვაქვს 286 კუბური სანტიმეტრი, 31 ცხენის ზალა და 27 ნიუტონ-მეტრი. ამ ასპექტში თითქმის თანაბარი მოტოციკლეტები გვყავს და არანაირი მნიშვნელოვანი განსხვავება არ გვაქვს ამათ შორის. ძრავის კონფიგურაციაზე რო ვისაუბროთ, ორივე მოტოციკლეტი არის ერთცილინდრიანი, 4-ტაქტიანი, თხევად გაგრილებაზე. აქ აქცენტი გაკეთებულია კომპაქტურობაზე. შევეხოთ წვის და გაზის სისტემას.
ორივე მოტოციკლეტის შემთხვევაში გვხვდება ინჟექტორული სისტემა. გაზის შემთხვევაში ორივე გაზი არის კაბელზე, არც ერთ მოტოციკლეტზე არ გვხვდება ride by wire სისტემა. ამ ტერმინოლოგიებზე მომავალში ერთ ეპიზოდს დაგითხრათ. როგორც გვპირდებიან, ეგ ტერმინოლოგია უფრო დახვეწილ მართვას გულისხმობს. ამ კონკრეტული ტერმინის შემთხვევაში, როგორც გვირეკლამებენ, გაზის კონტროლი უფრო მოქნილი ხდება. გადავიდეთ წონებზე, ეს Honda, რომელიც არის 154 კილოგრამი, ძალიან ჩატია. ანუ საერთოდ არ იგრძნობა ამის არანაირი ზედმეტი კილოგრამები ჩვენს ძალებზე, არ აღემატება. თითოეულად ყველა შეძლებს ამის დამორჩილებას. ეკას შემთხვევაში ეკა არის 151 კილო, Honda-ზე 7 კილოთი მძიმე. მაგრამ რო დავждებით, კარგი ჯდომის პოზიცია აქვს და აქაც ეს კილოგრამები საერთოდ არ იგრძნობა, არის ძალიან ჩატე. გადავიდეთ კორპუსზე, CF Moto, ამ შემთხვევაში გვაქვს სუპერგამძლე ფოლადის ფრეიმი, სადაც ძრავი განთავსებულია კორპუსის სტრეს მემბერად, რაც უზრუნველყოფს უკეთეს მართვას. Honda, აქ ამ შემთხვევაში უკვე კარგად ნაცადი დაიმონდ ფოლადის კორპუსი გვხვდება. კიდევ ერთი ტერმინი, რაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ. ეხლა კი გადავიდეთ ამორტიზაციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მართვისთვის და მართვის დროს ასევე. უკანა შემთხვევაში ორივეს აქვს რეგულირებადი ამორტიზატორი, შეგვიძლია რომ რაღაც დონეზე დავწიოთ, დავარბილოთ, დავაგრუბოთ და ასევე ავამაღლოთ კიდევაც. წინა ამორტიზატორებს რაც შეეხება, Honda შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვხვდება ამობრუნებული ჩანგლები, რაც არის ბრენდირებული და არის შოვა, რაც ძალიან მაგარია. და ეკა შემთხვევაში ამობრუნებული ჩანგლები გვხვდება, თუმცა არანაირი ბრენდირება და არაფერი არ გააჩნია. მაგრამ ორივე არის ძალიან კარგი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ამიტომ ვეხებით ხოლმე ასე ხაზგასმით ყოველთვის ამ საკითხს. A2 კლასის მოტოციკლეტებში, რომ ვთქვათ, წინ რეგულირებადი ვილკები თითქმის არ გვხვდება არც ერთ მოდელზე. ერთადერთი, რაც დაზუსტებით ვიცი, აქვს 2024-იან KTM 380 Dux. სხვა მოდელებში ეგ ფუფუნება მე რამდენადაც ვიცი არ გაგვაჩნია. ეხლა კი გადავიდეთ საბურავებზე. ამ კლასში რა თქმა უნდა არ უნდა ველოდოთ ახალ პრემიუმ კლასის საბურავებს, მაგრამ ძრავის და თვითონ მოტოციკლეთის მოცულობის შესაბამისი საბურავები გვხვდება. Honda-ს უყენია უკან 150-იანი საბურავი, NK-ს კი 140-იანი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვისაც მოგწონთ უფრო სქელი და განიერი საბურავები, Honda შემთხვევაში არის უფრო ფართე და მეც რა თქმა უნდა უფრო მომწონს განიერი საბურავი. გადავიდეთ ახლა ხმის სისტემაზე. Honda არის 2024 წლის მოდელი და ბუნებრივია ექვემდებარება Euro 5-ის მოთხოვნებს. ჩვენი CF Moto არის 2021 წლიანი, რომელიც არის Euro 4-ის მოთხოვნების დაქვემდებარების ქვეშ და რომლის ხმასაც მოგასმენინებთ ახლობა, დაკოქილ მდგომარეობაში. ეს არის Honda 300-იანი. ესე მუშაობს ჩვენი Euro 5-ის სტანდარტების მქონე მოტოციკლი. ეხლა კი გადავიდეთ CF Moto-ზე, რომელიც ასევე არის 300 კუბიანი და ეს უკვე ექვემდებარება Euro 4-ის მოთხოვნებს. ეხლა კი გადავიდეთ სამუხრუჭე სისტემაზე. ორივე მოტოციკლეტი არის ერთ სამუხრუჭე დისკზე. ორივე მოტოციკლეტს წინათ და უკანაც აქვს ABS-ი. უბრალოდ Honda-s შემთხვევაში გვხვდება უპირატესობა ის, რომ სამუხრუჭე სისტემა არის Nissin-ი, NK-s CF Moto NK-s შემთხვევაში კი არაბრენდირებული ტორმუზის სისტემა გვხვდება. ABS-ი ორივეგან გვაქვს, რაც უფრო სასიამოვნოს და საიმედოს ხდის ჩვენს დატორმუზებას და ერთი სამუხრუჭე დისკი ამ მოცულობის მოტოციკლეტებისთვის კი სრულიად საკმარისია. ეხლა კი შევეხოთ ride mode-ებს. Honda შემთხვევაში არანაირი mode არ გვხვდება. სტანდარტულად შეგიძლია დაქოქო და ეგრევე წახვიდე. CF Moto შემთხვევაში გვაქვს ორი რეჟიმი. ერთი არის განკუთვნილი წვიმისთვის და მეორე არის სპორტ რეჟიმი, რომელიც გამოიმუშავებს მაქსიმალურ სიმძლავრეს და წვიმის რეჟიმი კი აუცილებელია იმისთვის, რომ წვიმაში ჩავრთოთ, ჩვენი წვიმის რეჟიმი და გამოვიყენოთ, რადგან უფრო უსაფრთხოდ გადავაადგილდეთ და დაცულად ვიგრძნოთ თავი. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ უკანა საბურავი არ დაბუქცავდეს, არ წავიდეს სადღაცა მოცულებაში და არ მოწყდეს და ესე შემდეგ. ეხლა კი გადავიდეთ დისპლეიზე. ორივე შემთხვევაში გვხვდება TFT ფერადი დისპლეი,
ძალიან ლამაზი და კარგია, მომწონს, ეს არის Honda. ეხლა კი გადავიდეთ CF Moto N-ზე. ამ შემთხვევაში უფრო დიდი დეშბორდი გვაქვს, უფრო დიდი მონიტორია, რავი, ძალიან ლამაზია, მე თუ მკითხავ, აქაც TFT ფერადი დისპლეი, ძალიან ლამაზად განლაგებული ყველაფერი, აი აქ მოულდებით ეღარაზე ჩაუბროვდით აყენია სპორტზე. კარგი დიდი დეშბორდია შეხოთაშორის და ძალიან ლამაზად არის განლაგებული ყველაფერი. ეხლა კი გადავიდეთ განათებებზე. ორივე მოტოციკლეტის შემთხვევაში აყენია LED ნათება, რაც ძალიან შესამჩნევი და კარგი არის ქალაქში გადაადგილებისას ღამე, იმისთვის რომ შეგვამჩნიოთ მარტივად და ჩვენც კარგად დავინახოთ ჩვენი გზის საფარი. ეხლა კი ვნახოთ ახლოდან როგორ გამოიყურება ეს განათებები. განათებული მოკლედ ძალიან ლამაზად გამოიყურება. დახვეწილია, კარგია. ეხლა კი შევეხოთ აუზის მოცულობას, თუ რამდენი ლიტრი საწვავს მოიხმარს კონკრეტული მოტოციკლეტი და რამდენი ლიტრი საწვავი ჩადის. CF Moto M-ს შემთხვევაში გვეუბნებიან ჩადის 12 ლიტრი ნახევარი საწვავი, მაგრამ რამდენადაც ვცადეთ არ ჩადის რეალურად მაგდენი, წვით მოიხმარს 3 ლიტრიდან 3 ლიტრი ნახევრამდე საწვავს 100 კილომეტრზე. Honda შემთხვევაში ჩადის 9 ლიტრი და სადღაც 700-800 გრამი საწვავი და ეს მოტოციკლეტი ამაზე ნახევარი litrით მეწვავს დაახლოებით ესე რა. ეს წვავს ალბათ 4 ლიტრამდე რა, სადღაც ეს. ეხლა კი ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება მოტოციკლის და საფარის დაშორება ერთმანეთთან. როცა ესე დგას და როცა გავუждებით მოტოციკლეტზე. საკმაოდ მაღლა არის, შეგვიძლია მოტოციკლეტით რაღაც უგზოობასაც გავართვათ თავი, არ არის ძალიან დაბალი, საკმარისი სიმაღლე აქვს, იმისთვის რომ რაღაც გარკვეული ბარიერები გადავლახოთ. ჯდომის პოზიცია ძალიან კომფორტულია, კარგია. მივესალმები იმასაც, რომ ძვილია, ეხლა ეს მოტოციკლეტი არ არის ტრეკის და გათვლილია უფრო მეტად კომფორტზე. და ასევე არ გვაქვს აქ ქარისგან არანაირი დაცვა, ეს არ არის მაგისტრალზე და ბანზე საგაზაო მოტოციკლეტი. ამიტომ რითვისაც არის გათვლილი, ჩემი აზრით არის იდეალური. ეხლა გადავიდეთ მეორე მოტოციკლეტზე და ვნახოთ ისიც. ამ შემთხვევაშიც ნორმალური სიმაღლე ხდება. ამ შემთხვევაშიც ძალიან კარგი ჯდომის პოზიცია აქვს N-ს, ჩემი აზრით. სიმაღლეს რაც შეეხება იდეალურია, ეხლა სტრიტისთვის და რაღაცა პატარა უგზოობაზე რომ გავართვათ თავი ჩვენს ბარიერებს. იმ მოტოციკლეტთან შედარებით ძალიან ხისტია და გრუბია და რაც არ მომწონს ამ მოტოციკლეტში არის რომ საჭირო ძალიან ესახავს. დანარჩენი იდეალური ჯდომის პოზიცია აქვს. ამ მოტოციკლეტში უფრო ჩამჯდარი ხარ ვიდრე აი მეორის შემთხვევაში. შევეხოთ ეხლა ფასებს. ეს კონკრეტული მოტოციკლეტი 2021 წლიანი შეძენილი არის მეორად მდგომარეობაში, რაშიც გადახდილი არის 7000 ლარი. მაგრამ ახალი N-ს შეძენას 2024 წლის მოდელს შეძლებს 10500 ლარა. Honda შემთხვევაში Honda ნაყიდია 10500 ლარად, ესეც ფასდაკლებით, ოღონდ ეს არის 2024 წლის მოდელი და დღესდღეობით $4000 ექვივალენტ ლარით ჭირდებათ ეს მოტოციკლეტი რომ შეიძინოთ მაღაზიაში. სერვის ინტერვალს რაც შეეხება, ქარხანა როგორც გვიწერს და გვაფრთხილებს, მოტოციკლეტებზე ზეთი უნდა შევცვალოთ 6000 კილომეტრამდე, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა 6000 კილომეტრი არ ვატარებთ და ვცვლით უფრო მალე და ასევე ზეთების შესახებ შემიძლია გითხრათ რომ ჩაახათ ამსროილი, ნამდვილად კარგად ამუშავებს თქვენს ძრავებს, საიმედოდ, იქნებ მშვიდად გამუშავებთ დიდხანს და დამრჩებით მადლობელი მეც და მაგ კომპანიასაც, იმიტომ რომ მართლა საუკეთესო ზეთებია. ეხლა განახებთ მოტოციკლეტების მართვის მანევრს თუ როგორ აქვს და როგორ ართმევს თავს, ელემენტარულ რაღაც პატარა დავალებებს გავაკეთებთ, სადაც პრაქტიკულად განახებთ უკვე ამ მოტოციკლეტის მართვის უნარიანობას. ასევე ჩვენმა ერთ-ერთმა გამოწერმა დაგვიწერა წინა ვიდეოზე, რომ საინტერესო იქნებოდა დრაგი, როცა ვიღებთ N-ს და KTM Duke 390-ს და ეხლა ამ მოტოციკლეტებზე გავაკეთებთ მაგასაც. პატარა შეჯიბრს მოვუწყოთ დრაგის პირობებში. მადლობას გადავხდით ჩვენ სპონსორებს, რომლებიც უკვე ხედავთ მოვიდნენ
მოტოები წასაღებია, ისინი დაგვეხმარებიან რომ წავიყვანოთ ჩვენი მოტოციკლეტები დაუზიანებლად, უსაფრთხოდ და სწრაფად. ასევე მადლობას გადავუხდი ჩვენს მთავარ სპონსორს AMSOILS, რომელიც დაგვეხმარა ამ კონტენტის გაკეთებაში, ამ ყველაფრის წამოწყებაში და განხორციელებაში ჩვენი გეგმების. კიდევ ვიტყვი იმას, რომ ამ ტერიტორიაზე არის სკოლა, მე ვარ მასწავლებელი, ვასწავლი მოტოს მართვას. როგორც დამწყებებს, ასევე გამოცდილებსაც ვავარჯიშებ, ვეხმარები რაღაცების გაუმჯობესებაში. მაქვს ჯიმხანის ვილის კურსები, ასევე საგამოცდო ელემენტების მომზადება. და რავი, შეგიძლიათ შემეხმიანოთ სურველებმა. ეხლა სეზონი არ არის და არ ვიყვან ისე მოსწავლეებს აქტიურად, მაგრამ სეზონიდან უკვე აქტიურ მუშაობაში ვიქნებით და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. ეხლა დაგემშვიდობებით, მომდევნო ვიდეოები დაიდება ძალიან მალე და ადევნეთ თვალი ჩვენს არხს. გამოიწერეთ და რავი, მოიწონეთ თუ მოგწონთ რა თქმა უნდა. Ride by wire. Karte. Ja.